ვიდრე უშუალო ჩვენს თემას მივადგებოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვა რა თქმა უნდა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საიდანაც მიყრობილია მთელი მსოფლიოს ყურადღება და განსაკუთრებით ჩვენი ყურადღება. იმიტომ რომ ყოველ წუთს არის მოსალოდნელი რაღაცა. არ ვიცით ეს რაღაცა რა არის, შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური საკითხი, შეიძლება ეს იყოს თუნდაც ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ტერორისტული აქტი. ბოლოს ეს არის სპორტული ინტერესი, იმიტომ რომ ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობენ ამ ოლიმპიადაში. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ცნობის მოყვარეობა და ჩვენი დიდი ყურადღება ამ მოვლენის მიმართ სავსებით ბუნებრივი გახლავთ. მე მგონი საშუალება გვაქვს ჩვენ რომ სოჭიდან ჩავთოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი კოლეგა ბატონი თენგიზ ბაჭგორია, რომელიც იქ იმყოფება და ის სწორედ უკანასკნელ ამბებს, უკანასკნელ ინფორმაციებს მოგვაწვდის. მოგესალმებით ბატონ თენგიზ, თუ გესმით ჩვენი. მოგესალმებით ბატონო ვალერი, თქვენ სტუმრებსაც მოგესალმებით სტუდიაში და აღრიცხვანი აუდიტორიას თელსოფლიოში ვინც უყურებს ტელევიზიას. ბატონ თენგიზ, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ ჩვენთვის პოულობთ დროს, მე ვიცი თქვენ ძალიან დაკავებული ბრძანდებით. რა ხდება ოლიმპიადაზე? ყველაფერი მიდის რიგით და წესით, რამე განსაკუთრებული მოვლენა ექსცესი არ ყოფილა, ხო? მესამე დღე უკვე მიმდინარეობს სოჭის ოლიმპიადა სოჭი. ისეთი რაიმე არაორდინალური ჯერ როგორც სპეციალისტები აღარებენ არ მომხდარა. სოჭი ძალიან თბილად განსაკუთრებით თბილად როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, როგორც ორგანიზატორი აგრეთვე როგორც მასპინძლები ძალიან თბილად გახდნენ საქართველოს სპორტულ დელეგაციას პირველი დღიდან ეს იგრძნობა ყურადღება ამერიკის, დასავლეთ ევროპის, რუსეთის, უკრაინის სხვა ტელეარხების სპორტული და არასპორტული საინფორმაციო სააგენტოების საიტების განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სპორტული დელეგაციის მიმართ ძალიან ბევრი ამას აღნიშნავს და მიუთითებს და დიდი სიმპათიებით არა მარტო ჟურნალისტები, არამედ დიპლომატები. უშინე მოგიხევით ერთი პატარა ფაქტი, რომელსაც ჰქონდა ადგილი 6 თებერვალს, როცა ამერიკის ელჩი გელაპარაკათ, ხო? დიახ, ამერიკის ელჩი რომ მოვიდა ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, ჩვენი სპორტული დელეგაციის ნაწილი იყო გადასული პლატზე, მე გავდიოდი კონტროლს, მოვიდა კაცი, რომელმაც მითხრა რუსულად, რომ მე ვარ ამერიკის ელჩი, მე კარგად გავხედე მის სააკრედიტაციო ბარათს, მე სხვებმა დამიდასტურეს და მითხრა სულ ერთი წინადადება რუსულად, გადაეცით საქართველოს სპორტულ დელეგაციას. ძალიან კარგია რომ საქართველოს სპორტსმენები ჩამოვიდნენ ოლიმპიადაზე სოჭში. ელვისებურად მოვიდა და ელვისებურად გაქრა. ჩამომართვა ხელი და გავიდა. ეს არ იყო ალბათ შემთხვევითი ფაქტი, მან თხოვა მე და ეს გადავეცი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას იმსაკარის და თვითონ სპორტსმენებსაც. განსაკუთრებული ყურადღება მას მიდიიდან იგრძნობა და ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ უთხრა ორგანიზატორებს, რომ საქართველოს უკვე სპორტსმენებს უკვე ეკუთვნით ერთი მედალი იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ, რომ თქვენ იცით, რომ საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველოს წარმომადგენლებს ზამთრის ოლიმპიადებზე არასოდეს არ მოუპოვებიათ მედლები. ყველაზე მაღალი ადგილი იყო 1960 წელს კობად საკაძემ მე-9 ადგილი დაიკავა. და პოსტსაბჭოთა პერიოდში ყველაზე მაღალი ადგილი ჰქონდა, როგორც მე დავაზუსტე, როგორც იციან ალბათ სპორტის გულშემატკივრებმა, ელენე გედევანიშვილს ოლიმპიადებზე მე-10 ადგილი ჰქონდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ თენგიზ, წელს შეიძლება რამე ისეთი მნიშვნელოვანი წარმატება გქონდეს, თუნდაც გედევანიშვილი ხო მონაწილეობს არა წელს ოლიმპიადაში? ყველა უსურვებს წარმატებებს ქართველ სპორტსმენებს, განსაკუთრებული მოლოდინი არის რასაკვირველია ქალბატონ ელენე გედევანიშვილის მიმართ, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ სხვებით, ავიღოთ იგივე ახლა მედლებს არ ვიცი რამდენადაც იქნება საუბარი, მაგრამ იასონ აბრამაშვილი, რომელიც მესამეჯერ მონაწილეობს ოლიმპიადაზე, ყველაზე მაღალი ადგილი რაც მას მანამდე ჰქონდა, როგორც თვითონ საუბარში მითხრა, მე ეს გადავამოწმე, 39 ადგილი ჰქონდა, მოთხილამურე ეს ხვერს, 50 მე-40
მაგრამ აქ მარტო ადგილებზე არ არის საუბარი, ასეულობის სპორტსმენი მონაწილეობს იგივე შეჯიბრებაში 23 და 25 ადგილს აქვს გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ თუ ვინმე მოხდება ათეულში, ეს იქნება დიდი წარმატება. ძალიან დიდი წარმატება სპორტული კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება ჩემი კოლეგებისგან რუსი, უკრაინელი, გერმანელი, ამერიკელი იყო იმის მიმართ, თუ რა ხდებოდა საქართველოში ამ დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით, აინტერესებდათ ვინ იყო მომხრე, ვინ იყო მოწინააღმდეგეები, რომ ქართველი სპორტსმენები ჩამოსულიყვნენ. იყო პოლიტიკური შეკითხვებიც განსაკუთრებით რამდენიმე არხი გამოიჩინა და მე უპასუხე რომ პოლიტიკურ შეკითხვებზე კი პასუხობ, ხო პირდაპირ ეთერში რომ არ იყოს მე ფრაზების პერიფრაზება და დამახინჯება და ისიც უცხარი რომ რეფერენდუმი არ ჩატარებულა საქართველოში იმაზე თუ მიიღოს თუ არ მიიღოს ქართულმა სპორტსმენებმა მონაწილეობა, მაგრამ გადაწყდა ხელისუფლების და ოლიმპიური კომიტეტის და თავის სპორტსმენებს გადაწყვიტეს და იმ ფაქტმა კიდევ ერთხელ გავიმეორე ამას რომ ასეთი პოლემიკა იყო ქართულ საზოგადოებაში წავიდნენ არ წავიდნენ ამ ფონზე როცა მოხდა ქართული სპორტსმენების ჩამოსვლა სოჩი ამან უფრო მეტი ფასი დადო იმაზე რომ ქართული სპორტსმენები ჩამოვიდნენ მიუხედავად იმისა ვინ არის მომხრე და ვინ არ არის მომხრე ისე მიმდინარეობს შვიდად შენერი ამინდია სოჩი ადლერში ეს იყო +10 გრადუსი იქეთ ზემოთ კრასნაია პოლიანაში უფრო ცივა მაგრამ აქ ჩვეულებრივი სუბტროპიკული ამინდი რომელიც გვიყვარს ჩვენ განსაკუთრებით სოხუმელებს და გაგრელებს ძალიან ბევრი სოხუმელი გაგრელი გალელი დევნილები და მათი შვილები ვნახე მე აქ ვოლონტიერებს შორის მათ შორის ქუთაისელის თბილისელებიც ვნახე რამდენიმე კაცი ვინც თვითონ მოდის ჩვენთან სტადიონის ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ვოლონტიერები რომლებმაც გაიარეს კონკურსი სხვებთან ერთად და მუშაობენ ოლიმპიადაზე. ეს არიან ის ხალხი, ვინც სოჩში ცხოვრობს ან რუსეთის სხვა რეგიონებში. ძალიან საინტერესოა. ბატონ თენგიზ, თქვენ ბრძანეთ რომ არაორდინალური არაფერი მომხდარაო ამ ოლიმპიადაზეო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თქვენ მაინც გამოიჩინეთ თავი ამ მიმართულებით და რაღაცა არაორდინალური საქციელი ჩაიდინეთ იქ, როდესაც პლაკატი ასწიეთ, რომელზეც ჯორჯია სოხუმი ერთდროულად ეწერა, ხო? იყო ხომ ასეთი ფაქტი? მე მგონი ფოტოებიც გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია ვანახოთ მე მგონი. იყო ხომ ეს დღეს იყო თუ გუშინ იყო? აი ეს იყო გარსნის ცერემონიაზე 7 თებერვალს საღამოს მე ვიჯექი როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი პრესის ლოჟაში იმ ნაწილში რომელიც ახლოს არის საპატიო სტუმრების ლოჟასთან და VIP ლოჟის ქვემოთ ჩემი კოლეგები ვინც გვერდით იჯდნენ გერმანელი, უკრაინელი, მოლდაველი კოლეგები მიიხსნენ იმას რომ მე მოვედი არა მარტო იმისას აი ეხლა ჩანს ფოტოები თქვენ რომ გახართ იმითი ამ წარწერით ჯორჯია სოხუმი და მიიხსნენ რომ მე ვაპირებ ამ პლაკატის აწევას ეს კი მე ამას არ ვთვლი არაორდინალურად იმიტომ რომ მე 3 წელია მოგზაურობ ამ ფორმიდან ეკიპირებით და ამ პლაკატი ხომ არ გაითიშა სხვა ნებისმიერ მაგ საშუალებას სპორტულ ან არასპორტულ ორგანიზებებზე ევროპის ჩემპიონატებზე და სხვაგან სამწუხაროდ ბატონ თენგიზ სამწუხაროდ სპეტილად მოდის სიგნალი უკვე მე მგონი გამოსორდა კარგი შეგვიძლია შევაჩეროთ აქ ნუ ასეთი იყო ჩართვა ბატონი თენგიზ ბაჭგორიასი სოჭიდან ბატონებო თქვენ იცით